მოგესალმებით. ასეთ ტრეკერი მინდა წარმოგიდგინოთ, რომლის ვიდეოც უკვე ჩემს გვერდზე დადებული მაქვს. გამოიყურება ესე. ეს ერთი და იგივე ბრენდის ტრეკერი გვხვდება ჩვენ სხვადასხვა შეფუთვით. გავხსნით ახლა და ვნახოთ თუ რა არის შიგნით. გამოიყურება შემდეგნაირად. მოყვება წიგნი. საყელო. ელექტროშოკის ლიბი. სატენი. თვითონ რადიო გადამცემი, საყელოსი. ესეთი ღვედი. ეხლა ერთი საყელო ჩართული მაქვს, მეორე საყელო არა მაქვს ჩართული. მუშაობს როგორც სენსორზე, ასევე კნოპკებზე. ძირითადი რაც არის, აქ არის ნაჩვენები და თითქოს მარტივად არის, თუმცა რო შევდივართ ნასტროიგებში, ძალიან ბევრი რამე. როგორც ფაქტიურად ტელეფონი არის, გამომდინარე აქედან ენა არის ქართული, რუსული. ყველაფერი არ არის ქართულად გადმოთარგმნილი, ასე ეს აპლიკაცია შეგვიძლია არა მარტო ამაზე ვუყუროთ რუკაზე, არამედ ასევე შეგვიძლია Android-ის ტელეფონებთან მხარდაჭერა გადმოვიწეროთ, თუმცა ამას არ საჭირო ის. რომ ვნახოთ რუკა. რუკის ჩამოტვირთვა შეგვიძლია ტელეფონზე Bluetooth-ის საშუალებით ვაზიარებთ რადიო გადამცემის ეკრანს, არ ჭირდება ინტერნეტი, ასევე რადიო გადამცემიდან შეგიძლიათ დარეკოთ და დაგირეკონ ნებისმიერ ტელეფონზე, ასევე სიმბარათი ჩატის საყელოში, რადიო სიხშირის ზონიდან გასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ, გაიგოთ, მანამაც შეგვიძლია რა თქმა უნდა ძაღლი დაძებს თუ არა. ასევე როცა გავა რადიო სიხშირის ზონიდან თუ აქ ინტერნეტს მიღება, ეგრევე გადავა 4G მიღებაზე და სამწამიანი განახლებით გააგრძელებს მონაცემების გადმოცემას. ეს ძლებს 24 საათი, აი ესე ჩართულ რეჟიმში სულ 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ რო ამუშაოთ. თუ ეკრანს დავაძინებთ, სულ ხო არ ვუყურებთ, მაშინ შესაბამისად უფრო დიდი ხანი ძლებს. ასევე ჩვეულებრივად შეგვიძლია სატენით powerbank-ით დავტენოთ. ესენიც ამაში არის 6400 მAh-იანი ლითიუმის ბატარეა. კილომეტრი ნახევარზე მდებარეობს ახლა ჩვენ გამდევარი. ქვედან მეორე საყელო არ არის ჩართული, ეს გამორთულია. მარტო ერთია ჩართული. აქ არის მარშრუტის ისტორია, რომელსაც აი ასე აჩვენებს. შემდეგი ეს თუ რა სიხშირე აქვს, მიღება ნორმალური აქვს. შემდეგი აქაც შეგვიძლია მოვნიშნოთ მაგალითად ვიბრაციას ან ელექტროშოკს, რომელ
საყელოზე გამოვიყენებთ. ხედავთ თქვენ ახლა. ელექტროშოკიც. ეს მარტო ვიბრაცია არის. ეს ხმოვანი და ვიბრაცია. ეს მარტო ხმოვანი. ეს კი ელექტროშოკი. так, შემდეგი. შეგვიძლიათ გადმოვიწეროთ რუკა. ეს ვერსია. ესე იგი რა გვაქვს აქ? Wi-Fi. სიმბარათი ჩადები, ბატარეას გვაჩვენებს რამდენ პროცენტზეა. პარამეტრები, ფანარი, Bluetooth-ი, თვითმფრინავი. ერთი სიტყვით შევდივართ ნასტროიკებში. ეს არის ტელეფონი ფაქტიურად. აქ რა თქმა უნდა რუსული ენა და აქ ასევე ინგლისური ენა. ტელეფონის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია რაციაზე დავრეკოთ როგორც ტელეფონზე ის. ასევე რაციიდან შეგვიძლია დავრეკოთ იქით და გამოვიყენოთ როგორც ტელეფონი ისეთი ფუნქციით. თუ არ მაშინ გვაქვს ჩადებული სიმბარათი. ასევე სიმბარათი ჩადის საყელოში და ნებისმიერ ტელეფონიდან შეგიძლიათ დავრეკოთ, გავიგოთ მდევარი დაძლევს თუ არა. უпростоრად სამი რადიო გადამცემით შეგვიძლიათ ვაკონტროლოთ ერთი საყელი. ასევე შეგვიძლია ერთ რადიო გადამცემზე დავაკავშიროთ 20-მდე საყელი. მენიუზე ჩვენს ეკრანზე, სადაც კომპასი არის, შეგვიძლია გამოვიტანოთ სამი საყელო და სამ საყელოს უყუროთ ერთდროულად. ახლა ერთი მაქვს ჩართული, მეორე გამართული არის, ასე შეგვიძლია სამი საყელო გამოვიტანოთ. რადიო გადამცემი სწორ რელიეფში 15 კილომეტრზე მუშაობს ინტერნეტის გარეშე, 15 კილომეტრზე იჭერს. ხოლო მთიან რელიეფში გააჩნია მთიან რელიეფს 3 კილომეტრიდან 7 კილომეტრის არეალში გააჩნია ტყის სიხშირეს და ესე შემდეგ. ხოლო თუ
თუ ჩვენ ჩავდებთ სიმბარაც რადიო გადამცემში და ასევე GPS-ში, მაშინ მანძილს არ აქვს მნიშვნელობა. იქ სადაც ინტერნეტი იქნება, სამწამიანი განახლებით მოგემსახურებად გაჩვენებთ მდევრის გადაადგილებას. როგორ ხდება საყელოს დამატება? შევდივართ დამატება და დაბავით. ამ დროს უკვე ჩართული გვაქვს საყელო და ორჯერ უნდა დავაწვეთ უცებ. გამოჩნდება მონაცემები, დავითანხმებით. შევინახავთ